აკეთებს ბურთს დერიფაში. ძალიან კარგად აგვამახსოვრა მან თავი განსაკუთრებით ინგლისთან მატჩის მეორე ტაიმში. მოვიგეთ საბოლოოდ ის ბურთი გასუქთავდა გამყრელიძე ეძალება და გააქვს პირველი ლელო მეორე წუთზევე. რა კარგად დაინახა აქ ეს სივრცე, რომელიც გაიხსნა ნულოვან ზონაში. რითაც დავიწყეთ ჩვენ თამაში, რაც ძალიან კარგი გქონდა საწყის დაახლოებით 15 წუთში, მაგრამ აქ გაჩნდა პატარა სივრცე გადამის წერტილში და ჭათulis მოედანზე კიდევ ერთხელ არ მივეცეთ დამიწების უფლება. ამჯერად უკვე მოახერხეს სამწუხაროდ სწრაფად დამოსვლაზე გააკეთეს აქცენტი და გაამართლა კიდეც ამ ყველაფერმა. ლამაზი ლელო გაიტანეს სკოთებმა, წაიკითხეს ის რომ თელი აქვთ წინსვლა შემოუდნენ და დაამიწეს კიდევ ერთი ლელო შოტლანდიელებმა ზედ ტაიმში. სული გიორგობიანი მორკინალებით უტევთ, შეუტია ნიკოლოს ფანცულაიამ. კარგია ნულოვან ზონაში 13 ნომერი, ხო, სწორად დავინახეთ ალექსანდრე მამაიაშვილი. რა კარგი იყო დაიჭრა. აწეული ხაზი ბერუაშვილმა შეუზღუდა სივრცე მეტოქეს. ისკენ გამოჩნდა სივრცე, დაუტოვეთ ეს დიდი ხრელი დაცვაში. ჭიგნი ჩეტრიალება და გაუშვით. ელო მაშინ როდესაც მეტნი ვართ მოედანზე, ამხელა სივრცე მივაწექით, კარგად შევიდა და ამიცა. საბა გოგრიჭიანი ლელოს ავტორი. 64 წუთზე გაგვაქვს ჩვენ მესამე ლელო, საბა გოგრიჭიანი ამიწევს. სათავად აპირებს დასრულებას შოტლანდიელთა შეცვლაზე შემოსული 9 ნომერი დასრულდა, შეხვედრა დასრულდა საქართველოსთვის, ისევე როგორც შოტლანდიისთვის 2026